მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი აქციის 627 დღე თავისუფლება მიხეილ სააკაშვილის. ისევ ვიმყოფებით აქციაზე მე, ბებია ილიკო და ილარიონი. აი ეს ადამიანი ამ ბოლო დროს ხარს გვიჭერს ძალიან. მე მინდა 1-2 სიტყვა გითხრათ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებს, რომლებიც ნახავთ ამ ვიდეოს. ხომ ხედავთ რა ცვლილებები ხდება თელს მსოფლიოში. აქედან გამომდინარე მე ჩემ აზრს ვერავინ ვერ შემაცვლევინებს. ერთადერთი არამიშას კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლა, რომ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები გამოვიდეთ მრავლად. პარტია ენემე საერთოდ მიდუმდა, ამიტომ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ძალიან ბევრი, რომ პარტია ვამოქმედოთ. მე არ მაინტერესებს ვინ სად დადის, ვინ რა იმას გასვლით რეისებს აკეთებს, ამერიკა, ევროპა სად არის, მე საქმეს ვერაფერს ვერ ვხედავ. თუ ვინმე მეტყვით რამეს რა კეთდება მიშას თავისუფლებისთვის, კი ბატონო, ჩვენ უნდა დავენახოთ მრავლად ტრამპის ადმინისტრაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს ბევრი ადამიანი. აქედან გამომდინარე, ყველას იმ ადამიანებს მიხვდებით, ვინც მყევხართ მხედველობაში, ვინც ფეისბუქში ძალიან დიდად გულშემატკივრობთ მიხეილ სააკაშვილს, მომავალ კვირას 8 საათზე აი აქ ჩვენ გვექნება ისევ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნის აქცია. ყველამ გააკეთეთ თქვენ გვერდებზე განცხადება, რომ შემოგვიერთდნენ და გამოვიდნენ. უნდა გავხდეთ ძალიან ბევრი, რომ პარტიაც ვაიძულოთ, რომ პარტიამ დაანონსოს და ხალხი გამოიყვანოს და იმოქმედოს ბოლოს და ბოლოს. მე ასეთი ჩანაკებული პარტია ენემე არასოდეს არ მინახია. შემტევი პარტია თავდაცვის რეჟიმში გადავიდა. ასე რომ ჩვენ უნდა ვამოქმედოთ პარტია და პარტიის მენეჯმენტი. პარტიის თავმჯდომარე და პარტიის მენეჯმენტი ენემე მყავს მხედველობაში. დედამიწას უკუღმათ უნდა ატრიალებდეს, სად არიან და რას მიკეთებენ. გამოეთრენ და გამოვიდნენ აეკა და ხალხიც გამოიყვანონ. მოგიწოდებთ სულ ყველას, ვისაც დიდად მოგაქვთ დავი მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრად. გამობძანდით და შემოგვიერთდით. აი ეს აქცია არის ერთადერთი, რომელიც არც დაიღლება. 2 ადამიანი რო დავჭეთ, მაინც გამოვალ და გამობძანდით. და თუ ვინმეს გონია კიდევ რომ აი ეს ვითომ ყოველდღიური აქცია ბიძინა ჩვენ ვერ შეგვაშინებსო და დღეს რუსთაველს ვერ კეტავებ. ეს აქცია ფაქტიურად ამაღლობელების და ზურაბიშვილების და ჩერგოიშვილების არის და მიხეილ სააკაშვილის მომხრეს და გულშემატკივარს თუ ეს ვერ გაუგია და აიქ არიან და აქ არ არიან, შემირცხვენია ყველა ასეთი მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარი. მოვად რომ მიშა განთავისუფლდება აუცილებლად წელს არის დემოკრატიული სამყაროს გამარჯვების წელი. მიშა განთავისუფლდება აუცილებლად. მერე გამოხდებით და მერე გახდებით მიშას გულშემატკივრები. მიშა მეასე და მიშა მეიშეო. მიშამ მოგვიწოდა არ არის მხოლოდ ფეისბუქი საკმარისი. გარეთ უნდა გამოხვიდეთ და აი აქ უნდა მოხვიდეთ. სხვაგან თუ სადმე ხედავთ პროტესტს მიშას თავისუფლებისთვის, მითხარით და მე უნდა მოვიდე იქ. მიყევით ირაკლის დადებულ ივენტს, ირაკლი დადებს აუცილებლად ივენტს. როდის იქნება ეს აქცია კიდევ და მოუწოდეთ სულ ყველას რომ გამოვიდეს ხალხი. არ მაინტერესებს ვინ სადახარ, ევროპაში, საქართველოს რომელიმე თბილისში. მოუწოდეთ ხალხს რომ გამოვიდნენ. უპირობოდ ნუ უტყდებათ, ნუ ცხენიათ რომ მიშას თავისუფლებისთვის გამოვიდნენ აქ. ფეისბუქში კი ვენებს იჭრიან. შემირცხვენია ყველა, ვინც აიქ აქციაზე მიდის და აი აქ არ გამოდის. ფაქტიურად ჩერგოიშვილს და ზურაბიშვილს უკეთებენ ტუშოვკას. ეს ხო ბიძინას სცენარის აქცია არის. თავისუფლება მიშას.
თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ეხლა ამათმა სიაში ადგინეს. რა ბაჩუ ახალაია. აღარ არის ეხლა ამ 24 წლის მერე დაკავებული სიაში რო არ აყავთ პოლიტპატიმრების სიაში? ხომ დადგინდა რომ ბაჩო მართლა პოლიტპატიმარია. და ბაჩოს დანაშაული არ მიუძღვის. მიშაზე აღარ მაქვს საუბარი. ნება იბოძეთ და გამოვჯანდით და გამოდით ბევრი. უნდა გამოვიყვანოთ ხალხი. იაქტიურეთ რომ ხალხი გამოვიყვანოთ. პარტია უნდა ვაიძულოთ რომ იმოქმედოს. პარტია უნდა თუ არა უნდა შეიცვალოს მენეჯმენტი. უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. პარტიაში აუცილებლად შიდა არჩევნები. პარტია უნდა გახდეს სახალხო. პარტიის ყველა წევრმა უნდა იხადოს გადასახადი, რომ პარტიას ფინანსებიც ჰქონდეს. თუ არა აქვთ მოიძიონ და უნდა ჩატარდეს სად არიან, რამდენი არის პოლიცსაბჭოში, სად არიან, რატო არ გამოდიან. მიშას ახსენებენ ვინმე სადმე ვიდეოებს რო დებენ. ტელევიზორებში სად არიან მიშას მომხრეები. დღეს ჩვენს პარტიაში ენემეში არის მენეჯმენტი. მიშას მომხრე. სად არიან რას აკეთებენ. თავისუფლება მიშას.